მოგესალმებით. გიორგი გახარიაზე განხორციელებული ორგანიზებული თავდასხმის შემდეგ ოცნება მალავს თავდამსხმელებს და პროპაგანდისტული ინსტრუმენტებით ცდილობს მათ მსხვერპლად და დაზარალებულად გასაღებას საზოგადოებაში. ამ ორგანიზებულ დანაშაულში პირდაპირ ჩართულები არიან პროპაგანდისტული მედია საშუალებები, რის ავანგარდშიცაა ტელეკომპანია იმედი, რომელიც წინასწარ დაგეგმილი და გადაღებული დაჩეხილი და უხეშად დამონტაჟებული კადრებით ცდილობს საზოგადოებას ტყუილები და ცრუ ვერსია მიაწოდოს მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით. კოჭლ რეჟიმს და ამ დანაშაულში თანამონაწილე ლაჩრებს იმის უნარი და გამბედაობაც არ აქვთ აღიარონ, რომ ამ ორგანიზებული თავდასხმის უკან თვითონ დგანან. თუმცა დე-ფაქტო პრემიერისა და სხვა დე-ფაქტო თანამდებობის პირების მიერ აქამდე გაკეთებული განცხადებები პირდაპირ მიუთითებს, რომ ეს ძალადობა ივანიშვილის დავალებით წინასწარ იყო ორგანიზებული და მათი მეშვეობით აღსრულებული, რასაც საგანგებოდ იღებდნენ. არსებობს საფუძვლიანი ვარაუდი, რომ სასტუმრო შერატონის ადმინისტრაციაზე მიმდინარეობს ზეწოლა, რადგან სასტუმროს ადმინისტრაციის მიერ აქამდე გაკეთებული განცხადებები და სამართალდამცავი ორგანოების ინერტულობა აჩენს უნდობლობასა და ყოველწუთიერად ზრდის რისკებს ვიდეომტკიცებულებების შესაძლო განადგურებასთან დაკავშირებით. განსაკუთრებით იმ პირობებში, როდესაც დე-ფაქტო პრემიერ-მინისტრი და სხვა თანამდებობის პირები ღიად და საჯაროდ უკვე კარნახობენ მართლმსაჯულებას, რა მიმართულებით და ვერსიით უნდა წავიდნენ. ამიტომ სასტუმრო შერატონისგან ოფიციალურად ვითხოვთ გიორგი გახარიაზე განხორციელებული თავდასხმის ამსახველი ვიდეოკადრების ჩვენთვის გადმოცემას, რისი სამართლებრივი უფლებაც გვაქვს პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ საქართველოს კანონით. კანონს ვიქმნა მოქმედი რეჟიმი, რომელსაც გაყალბებული არჩევნების შედეგად მიტაცებული ძალაუფლებისა და კონსტიტუციური კურსის შეცვლის გამო ლეგიტიმაციის მწვავე კრიზისი უდგას ქვეყნის შიგნით და საერთაშორისო დონეზე, ცდილობს გადარჩენას, თუმცა რეჟიმის მარცხი იქნება გარდაუვალი. ბოლოს გვინდა ხარდაჭერა კიდევ ერთხელ გამოვუცხადოთ რეჟიმის სინდისის პატიმრებს და მალე გათავისუფლება უსურვოთ მათ, ჩვენ ამ ბრძოლას მოვიგებთ ერთად. სრულად ჩვენ ვიდეომტკიცებულებები არ გვაქვს ნანახი, იმიტომ რომ ამ ვიდეომტკიცებულებების გასაჯაროება ჯერ არ მომხდარა. სასტუმროს ადმინისტრაციამ მომხდარიდან მალევე დაგვიდასტურა, რომ ამის ამსახველი ვიდეოკადრები არსებობს როგორც შიდა პერიმეტრის, ასევე გარე პერიმეტრის და შესაბამისი სამართლებრივი საფუძვლების არსებობის შემთხვევაში გადასცემენ გამოძიებას. თუმცა ჩემი ინფორმაციით ჯერჯერობით გამოძიებას განჩინებით არ მიმართავს ამ მტკიცებულებების გამოთხოვასთან დაკავშირებით, თუმცა ამის პარალელურად ჩვენ პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ საქართველოს კანონი გვაძლევს უფლებას გიორგი გახარიამ, რომელიც მის პერსონალურ მონაცემს ითხოვს, მასზე დასულ განხორციელებული თავდასხმის შესახებ გამოითხოვოს ეს ინფორმაცია და ასე რომ ამ წერილით ჩვენ უკვე მივმართავთ შერატონის ადმინისტრაციას. ძალადობა და არსებობს მოლოდინი, რომ თუ მაგალითად პოლიტიკური ნიშნით გადაკვალიფიცირდება აღნიშნული თავდასხმა ქართული ეთნობის მტკიცებით შესაძლოა დამძიმდეს. ელუდებით თუ არა პრემიერ-მინისტრის, ყოფილი პრემიერ-მინისტრის მხრიდან ქართული ეთნობის დაკავებას, იმიტომ რომ მუქარა დაკავების შესახებ უკვე არსებობს. და ხომ არ შეიძლება ეს საქმე შემოწირულდეს ისე, რომ თვითონ გახარია აღმოჩნდეს დამნაშავე აი ამ ინციდენტში. მე ერთ რამეში ვარ აბსოლუტურად დარწმუნებული, აი ამ რეჟიმის პირობებში ყველა მოსალოდნელი საფუძველი არსებობს, რომ მოსალოდნელი შეიძლება იყოს პოლიტიკური მართლმსაჯულების განხორციელება, თუმცა ამის აღსრულებას ვერ შეძლებენ ძალიან მარტივი მიზეზის გამო. რეჟიმი ახლა იმყოფება ჩამოშლის პირას და აი აბსოლუტურად დარწმუნებული ვარ, რომ ეს რეჟიმი სულ რამდენიმე კვირას ითვლის. ამიტომ აუცილებლად ნებისმიერი მცდელობის მიუხედავად, რაც უნდა ბრუტალური გახდეს ფიზიკურად თუ პოლიტიზირებული მართლმსაჯულების განხორციელებით რეჟიმი, ეს იქნება აუცილებლად მარცხისთვის განწერილი. რაც შეეხება კონკრეტულად ამ გავრცელებულ კადრებს, ეს რა თქმა უნდა რეალობას არ ასახავს, ეს იყო ორგანიზებული თავდასხმა, რომელიც იყო წინასწარ დაგეგმილი და იქ ელოდებოდნენ გიორგი გახარიას, რომელიც სრულიად მარტო იმყოფებოდა, რომ მასზე განხორციელებული იყო თავდასხმა. გაასაჯაროდნენ კადრები და იქ უკვე ყველაფერი ძალიან კარგად გამოჩნდება, ვინ ვიზზე განახორციელა თავდასხმა და თუ ეს ადამიანები, აი ეს ლაჩრები, რომლებიც სოროში იმალებიან, აი გალახულებად და დამცირებულებად გრძნობენ თავს, გამოვიდნენ და ამის შესახებ თავად ესაუბრონ, როგორ გაალახა ისინი და როგორ ცემა გიორგი გახარიამ, დიმიტრი სამხარაძე ან სხვა ნებისმიერი პირი. გამოვიდნენ და ამის შესახებ თვითონ ესაუბრონ. საგამოძიებო ორგანოსთან იყო კომუნიკაცია და დღეს სავარაუდოდ მოხდება გიორგი გახარიას გამოკითხვა.
როგორია მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა ამჟამად და როგორ ფიქრობთ, აპირებთ თუ არა უახლოეს მომავალში მან საჯაროების საუბროს მომხდარის შესახებ? გიორგი გახარიას ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელი, კარგად არის, სახლშია, უახლოეს დღეებში, რა თქმა უნდა, საზოგადოების წინაშე წარსდგება და აუცილებლად ყველა ის ადამიანი, ეს სოროში დამალული თუ ამ ორკესტრირებული თავდასხმის ავტორი, რეჟისორი და აღმასრულებელი ყველა აბსოლუტურად ადეკვატურ რეაგირებას და პასუხს მიიღებს გიორგი გახარიასგან და ჩვენი პოლიტიკური გუნდისგან. ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის დელეგაციის ვიზიტთან დაკავშირებით მინდა გითხოთ, დღეს დაიმართა შეხვედრა ოპოზიციური პარტიებთან, თუმცა თქვენი პარტია ვერ ვიხილეთ. ასეთ აქთან გამომდინარე, მაინტერესებს შეხვდებით თუ არა დღის განმავლობაში. ამ წუთებში მიმდინარეობს გიორგი გახარიასთან ამ საერთაშორისო ორგანიზაციის შესაბამისი მისიის შეხვედრა, შესაბამისად ბუნებრივია ჩვენი მხრიდან აქცენტი იქნება ორ რამეზე. ერთი, ეს ვიზიტი რა თქმა უნდა არ შეიძლება იქნეს გამოყენებული ისე თითქოს რაღაცა ლეგიტიმაცია ენიჭება ოცნების ხელისუფლებას, ეგრეთ წოდებულს, რომელსაც ისინი ხვდებიან და მეორე, გავაცნობთ მდგომარეობა, რაც ამ ქვეყანაში არის უფლებრივი მდგომარეობის კუთხითაც და ის რომ ჩვენ ვითხოვთ პირველ რიგში სინდისის პატიმრების გათავისუფლებას და ახალ არჩევნებს თავისუფლებას სამართლიან ყველა ოპოზიციურ პარტიასთან შეხვედრები იყო საჯარო მედიისთვის ღია და ასე შემდეგ. ამ შემთხვევაში თქვენთან დაგეგმილი შეხვედრა რატომ არ არის? გიორგი გახარიას ეს ჯგუფი ხვდება საკუთარ სახლში მის ჯანმრთელობის მდგომარეობის გათვალისწინების შესაბამისად დასამალი ინფორმაცია ეს არ არის და გასაჯაროა ამასთან დაკავშირებით შესაბამისი ინფორმაცია შეხვედრის დასრულების შემდეგ, რომელიც ახლა მიმდინარეობს ჩემი ინფორმაციით. პროკურატურამ უშუალოდ ანგარიში გამოგვიყნა, სადაც საუბარი იმაზე, რომ არჩევნები არ გაყალბებულა, მაშინ როდესაც ოპოზიციის მოთხოვნა არის ახალი ხალხური არჩევნების ჩატარება, როგორ გესახებათ, როგორ უნდა მივიდეთ სწორედ ახალი არჩევნების ჩატარება? პროკურატურამ ჩვენ პირველივე დღიდანვე ვიძახდით, რომ დაატყვევა და მძევლად აიყვანა ეს ვერიფიკაციის აპარატები, როდესაც ჩვენ გამოვითხოვეთ სასამართლოს განჩინების მეშვეობით, ვცდილობდით განჩინების მიღებას გამოთხოვას ამ ინფორმაციის და ვერიფიკაციის აპარატების პირდაპირ ფორმით ჩაერია მაშინ პროკურატურა და ამ პირობებში, როდესაც რეჟიმი სრულად არის კანონს მიღმა, მაშინ როდესაც ხედავთ როგორ უსწორდებიან ჟურნალისტებს, ახალგაზრდებს, უკანონო დაკავებენ, მათზე ძალადობენ ფიზიკურად, მათ სიცოცხლეს და ჯანმრთელობას უქმნიან საფრთხეს, არც ერთი პირი არ არის დასჯილი და ბუნებრივია ამაზე პასუხისმგებლობა აქვს პროკურატურას და ყველა იმ სამართალდამცავ ორგანოს. აი ამ პირობებში, როდესაც რეჟიმის მსახურებაშია მთელი სამართალდამცავი სისტემა, მაშინ როდესაც პოლიცია მაგალითად გადაქცეულია მურუციძის სტომაქის მცველად და ყარაულად. აი ამ პირობებში ჩვენ აი მარცხაჯულებისგან რაიმე ობიექტური დასკვის მოლოდინი არ შეიძლება გქონდეს. შესაბამისად, რა სიტყვის პროკურატურა საერთოდ მეასეხარისხოვანია, გარდა გაყალბებული არჩევნებისა, ლეგიტიმაციის კრიზისს აშენებს ის, რომ საკუთარ მოქალაქეებზე დაუჯელად ძალადობს და მოროდიორობს ხელისუფლება და გარდა ამისა, კონსტიტუციური კურსი შეცვალა 28 ნოემბერს თავისი ღია საჯარო განცხადების. შესაბამისად, ახალი არჩევნები არის ამ პოლიტიკური კრიზისიდან გამოსვლის ერთადერთი შესაძლებლობა. სხვა შემთხვევაში რეჟიმი დაასრულებს ძალიან მძიმედ, ისე როგორც ეს სხვა რეჟიმებს დაუსრულებიათ ახლო პერიოდში თუ წინა პერიოდში. ამავე თემაზე ვფიქრობ, ამ საუბარს ჩავატარეთ ექსპერიმენტი, რომელიც დაადასტურა, შეუძლებელი იყო, რომ ერთ ადამიანს მრავალჯერადად მიეცავა ხმა. ასევე არ ასი გამოკითხულდა, რაღაცა წარმოუდგენლად მტკიცებულები. უამრავი მტკიცებულება წარადგინა ნათია მეზრიშვილმა, რომელიც გამოკითხვაზე იყო, მათ შორის როგორ იყო ორგანიზებული კომისიებში, საარჩევნო საუბნო და საოლქო კომისიებში მთელი პარტიული აქტივი, როდესაც ეს ადამიანები უნდა ყოფილიყვნენ დამოუკიდებლები და თავიანთი მოვალეობები უნდა შეესრულებინათ მხოლოდ პროფესიულად, ეს ადამიანები თავიდან ბოლომდე დამოუკიდებულები იყვნენ, რაც შეეხება პროკურატურის განცხადებას, იმ სისულელეს თითქოს ერთ ადამიანს არ შეეძლო მიეცა ორჯერ ხმა, ჩვენ ამას კი არ დავაობდით. ერთი ადამიანი აძლევდა სხვადასხვა პირადობის მოწმობის ნომრით ხმას. თორე ერთი ადამიანი ერთი პირადობის მოწმობის ნომრით რო ვერ მიცემდა ხმას, ამას არავინ არ დაობს. ამიტომ ეს ზღაპრები შეინახონ საკუთარი თავისთვის და რეალობა არის სხვა. რეალობა არის ის, რომ უცხოეთში მყოფი მოქალაქეების პირადობის მოწმობებით არსებობს საფუძვლიანი ეჭვი, რომ იქნა ხმები მიცემული, მათ შორის ზუსტად იცოდნენ ვინ ყოფებოდა საკონსულო აღრიცხვაზე, ზუსტად იცოდნენ საზღვრისკვეთის მონაცემები ამ მოქალაქეების და შესაბამისად ამ ადამიანების პირადი ნომრებით ხმების მიცემა ბუნებრივია სრულიად მოსალოდნელი იყო. მოსალოდნელი იყო კი არა პირდაპირ კარუსელის შემთხვევები დადასტურდა, ხო? თქვენ პირდაპირ ეთერში ხედავდით, მაგალითად, როგორ ყრიდა საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე მარნეულში თუ გარდაბანში, უბანში ბიულეტენებს, ხო?
და თქვენ ნახეთ ასევე შედეგები თითქოს 90% მიიღეს ეთნიკური უმცირესობები დასახლებულ რეგიონებში ის მოქმედმა მმართველმა პარტიამ. Აი ეს როგორ შეიძლება ეხა არ განვაზოგადოთ და არ ვთქვათ, რომ სხვა შემთხვევაში იდეალურად იყო ყველაფერი და აქ როდესაც ფაქტზე დაიჭირეს, ეს თურმე მხოლოდ ერთი უბნის პრობლემა იყო, ხო? ეს წარმოუდგენელია, იმიტომ რომ ეს იყო ორგანიზებული, სადაც ძველი ბიჭები, ეგრეთ წოდებული ძველი ბიჭები, რეჟიმთან მოთანამშრომლე ძველი ბიჭები და პოლიციასთან მოთანამშრომლე ძველი ბიჭები, პოლიცია, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური, მთელი სახელმწიფო ვერტიკალი, ყველა რესურსი, პერსონალური მონაცემების უზარმაზარი ზღვა ინფორმაციით, რომელიც ჰქონდა პარტიას, ჩართული იყო მოქალაქეების მოსყიდვაში, დაშინებაში, სხვადასხვა ადამიანების მიერ პირადობის მოპოვების წართმევაში, ჩამორთმევაში, რომელსაც შემდეგ იყენებდნენ უკვე ხმის მისაცემად მმართველი პარტიისთვის. ეს იყო ორგანიზებული ქსელი და ეხა პროკურატურა რა სიტყვის იმ პირობებში, როდესაც არც ერთ დანაშაულზე, რომელზეც ზედამხედველობა ევალება, როგორც მაკონტროლებელ ორგანოს, არ განუხორციელებია საპროცესო ხელმძღვანელობა და არ განუხორციელებია სისხლისამართლები უდევნა. რაზე ვსაუბრობთ საერთოდ პროკურატურის? არჩევნების გაყოფის გამოძიებას რაც შეეხება ამ პერიოდში ამბობთ აქტუალური პოზიციის წინ. დროს უგოსნის აქცენტირება იმაზე, რომ ჩატარდეს ახალი არჩევნები, აი ძველი არჩევნების გამოძიება არის თუ არა ძველი არჩევნების გამოძიება ამ პროკურატურის პირობებში აქტუალური არ არის. არანაირი მოლოდინი ეს პროკურატურა რომ გამოძიების შედეგებს დადებს არ ქონდა არც დასაწყისში და შესაბამისად ეს შუალედური დასკვნის ჩალოღლუღებაც თუ რაღაცა დასკვნის გამოქვეყნება საერთოდ არაფერს არ ცვლის ჩვენთვის. ბუნებრივია ყველამ აბსოლუტურად საერთაშორისო დონეზეც და ქვეყნის შიდა ლეგიტიმაციის საკითხში ყველამ ძალიან კარგად იცის რამხელა პრობლემები უდგას ხელისუფლებას. არ არსებობს პროტესტი, რომელმაც პროფესია არ მოიცვა, რომელმაც რა ვიცი, არ მოიცვა ყველა სფერო. და ეს ადამიანები გვიმტკიცებენ, რომ ყოველი მეორე ხმა მიიღეს ამ ქვეყანაში. ხო, წარმოუდგენელია, ხო? ათასობით ადამიანი 51 დღეა იმყოფება რუსთაველის გამზირზე და ითხოვს საკუთარი სინდისის პატიმრების, რომელიც საკუთარი ევროპული მომავლის დაცვისთვის დააკავეს გათავისუფლებას და ახალ არჩევნებს, რომელზეც ყურად არ იღებს ხელისუფლება. ამიტომ დააკვირდით შიდა ლეგიტიმაციის მწვავე კრიზისს, რომელსაც აქვს ხელისუფლებას და გარე ლეგიტიმაციის მწვავე კრიზისს, რომელიც არ აქვს ლეგიტიმაცია, ანუ არც ერთი მილოცვა საერთაშორისო საზოგადოების მხრიდან არ მეუღია დღეს მართულ პარტიას. თემთა პალატაში შეიტანეს ბიზნეს ევანიშვილის დასანქცირების მოთხოვნა ბრიტანეთის პარლამენტში და ხომ არ ფიქრობთ, რომ ბრიტანეთი ერთი რომელიც სახელმწიფო რომელიც ხშირად კოორდინაციას ამერიკის შეერთებულ შტატებთან კოორდინაციას აწესებს ხოლმე სანქციებს და ასე მოხდა უმრავლეს შემთხვევაშიც ხომ არ ფიქრობთ, რომ ბიზნეს ევანიშვილის სანქცირების შემდეგ ამ მოთხოვნასაც პარლამენტში ექნება მხარდაჭერა და შემდეგ შეიძლება ბიზნეს ევანიშვილი დასანქცირდეს ბრიტანეთის მიერ. სასანქციო რეჟიმი, რა თქმა უნდა, კოორდინირებულად მოქმედებს. ჩვენაც ვნახეთ სანქციების პაკეტი კოორდინირებულად მუშაობს შეერთებული შტატების, დიდი ბრიტანეთის და ევროკავშირის წევრი სახელმწიფოების მხრიდან. შესაბამისად, ნებისმიერი გადაწყვეტილება, რომელიც საერთაშორისო დონეზე ჩვენი პარტნიორი სახელმწიფოების მხრიდან და ჩვენ მეგობარი სახელმწიფოების მხრიდან მიიღება, მუშაობს კოორდინირებულად და აბსოლუტურად დარწმუნებული ვარ ბიძინა ივანიშვილთან თუ რეჟიმის სხვა ჭანჭიკებთან მიმართებით სანქციების გადაწყვეტილებები კოორდინირებულად მიიღება და აბსოლუტურად დარწმუნებული ვარ, რომ კიდევ უფრო მეტი ადამიანი მიიღებს სანქციას, რომელიც საბოლოოდ აიძულებს ამ ჩამომპალ რეჟიმს დანიშნოს ახალი არჩევნები. ოპოზიციის თქვენ როგორც დაესწრებოდით, ეს საუბარი იყო გარკვეული დოკუმენტის შედგენაზე, თუ გაქვთ რაიმე ინფორმაცია ამის შესახებ და თუ აპირებს ამის შემოწმებას. ხო, იყო, ჩვენ გუშინ არ ვიყავით გასაგები მიზეზების გამო, თუმცა ამ ფორმატში მონაწილეობთ, გუშინ წინ ვიყავით მაგალითად. აქ საუბარია ახალი ადმინისტრაციის პირობებში, რა პირობებში და ვითარებაში უნდა ჩატარდეს ახალი არჩევნები და ბუნებრივია აქ განსხვავებული მოსაზრებები ჩვენ პოლიტიკურ გუნდს აქვს. დღეს იქნება ასევე როგორც ვიცი შეხვედრა ამ საკითხებთან დაკავშირებით, ჩვენი ვერსია გვაქვს. სხვადასხვა მოსაზრებები ამ საკითხებთან დაკავშირებით არსებობს და ვნახოთ როგორ მოხდება ამ საკითხებთან დაკავშირებით შეჯერება. თავშოთ იმ შემთხვევაში თუ შემოთავაზებენ გახარეს პარტიაში სავაზებით ამ წევრებს თანამშრომლობას, ამ შემთხვევაში თანამშრომლებს თუ არა აი და კომიკურია მთელი ეს პროცესი. მე მკვირდებით, რომ კობახიძე ძალიან მალე დღეებს ითვლის, რომ პრემიერი აღარ იქნება. ბიძინა ივანიშვილს მისი თავი უკვე პოლიტიკურ გილიოტინაზე დადებული აქვს.
რაც ყოფახიძე ნამდვილად ვერ მოესწრება ამ საგამოძიებო კომისიის მუშაობას. მეორე, ვინ უნდა გამოიძიოს, ან აი წარმოგიდგენიათ სცენა ისკო დასენი, რომელიც იყო ადეიშვილის ხელქვეითი პროკურორი. ეს იქნება სახელმწიფო ბრალმდებელი. აქეთ ადვოკატად დანიშნული იქნება რეჟიმთან მოთანამშრომლე, მათ შორის ნაცმოძრაობის რეჟიმთან მოთანამშრომლე მამუკა მდინარაძე, წარმოიდგინეთ უბრალოდ სცენა. აქეთ მოსამართლედ დასვამენ ალბათ შინჩალაძეს, მურუსიძეს, ისა მოწმეები და ნაფიცი მსაჯულები იქნებიან, რა ვიცი, ბექა ოდიშარია, ისა, რა ქვია, გოჩა ელნუკიძე, ვიქტორ ჯაფარიძე, რატი იონათამიშვილი ციხეში მოინახულებს მაგალითად ამ ადამიანებს 5 ნოემბრის მაისობით რო და სასაცილოა, მთელი ნაცმოძრაობა თავიდან ბოლომდე აქვთ შესისხლხორცებული და თუ საკუთარი თავების გამოძიებას აპირებენ ეს ფარისევლები გამოიძიონ. ბევრი ესეთ კომისია დაუანონსებიათ და ბევრი ესეთი ბაქიბუქი დაუწიეთ, მაგრამ ნაცმოძრაობა თავიდან ბოლომდე დღეს არის ძირითადი ნაწილი მათი პორტრეტირებული ოცნებაში. ამიტომ მე მოლოდინი რომ სერიოზულ სახეს მიიღებს ეს ყველაფერი არ მაქვს უმეტეს იმ პირობებში, როდესაც კვირები დარჩათ ამ ადამიანებს აი ამ სიგიჟეების აკეთებენ. აბუდაბიში